დღეს რომ გავიღვიძე, თითქოს სამშობლოს ჰაერმა დამკრა. ოღონდ ბერლინში სამშობლოს ჰაერი რომ დაგკრავს, დიდი არჩევანი არ გაქვს. ან ბილეთებს უნდა დაუწყო ძებნა, ან სამზარეულოში შეხვიდე. მე მეორე ავირჩიე. დამახსენდა რომ ცოტა ხნის წინ თურქულ მაღაზიაში სიმინდის ფქვილი ვიყიდე. ქართულს ფლად არ ჰგავს, ცოტა მოტკბოა, ყვითელია, მაგრამ სამშობლოს გემოთ ცოტათი მაინც აქვს. ემიგრაციაში საერთოდ მსგავსებებით სწავლობ ცხოვრებას. ყველიც მაქვს სუპერმარკეტში ბერძნულ ჰინთაქეზეს ვყიდულობ ხოლმე. რაც აქამდე ვიპოვე, ქართულ ყველს ყველაზე მეტად ეს მახსენებს. რა თქმა უნდა, ის არა, ჩემი დიდი ბაბო სულიკო ყველს რომ ამოიღებდა, დანით კი არ გვიჭრიდა, გვიტეხავდა, დიდ ნაჭერს მოგიტეხავდა და მოგაწვდიდა. აი ის იყო ყველი. მაგრამ ბერლინში სულიკო ბაბუ არ მყავს, 10 წელია აღარ საქართველოში. სუპერმარკეტ პენიკი აქვია, ამიტომ ესეც წავა. ახლა მჭადი. სიმინდის ფქვილი, ცოტა მარილი, თბილი წყალი, ცოტა ამოზელა და ცომიც მზადაა. ხელით ვაძლევ ფორმას, არც სასწორი, არც საზომი, არც განსაკუთრებული ფილოსოფია. მჭადია, კრუასანს ხომ არ ვაწყობ არა? ცოტა ზეთი ტაფაზე ვაწყობ, ერთი მხარე, მეორე მხარე, კარგად რომ შეიბრაწება, უკვე მზადაა. მერეც ხელი მჭადი, ყველი და პირველი ლუკმის შემდეგ ხვდები, რომ თურქული ფქვილი, ბერძნული ყველი და ბერლინის სამზარეულოც ზოგჯერ შეიძლება ძალიან ქართულ ამბად გადაიქცეს.